90-იანებს საუბარი ძალიან ძლიერია პოეტი ხილული და უხილავი დრების წინააღმდეგ. და ჩვენ აუცილებლად ზეპირად უნდა გწოდნოდე 90-იანებს საუბარი და მე მამაჩემი კითხულობდა ლოცვებს ზეპირად და დამთავრებდა ლოცვებს, გვასხურებდა ნაკურთხალს და ჩვენ მივდივოდით დასაცინებლად და თვითონ აგრძელებდა ლოცვას და საქართველოს დიდების ხალხზე რამდენი წმინდანიც არის, იმდენჯერ მოიფრიდა მოხსო. ბევრი წმინდანის წინაშე. შაბათს მივდიოდით ეკლესიაში და კვირას. ასე რომ ელაჩემი შაბათს უკვე ამზადებდა საჭრელს კვირისათვის.